Jo, მoni ხმა უნდა წამოვიდეს. ხმა ისმის, ხო? ეს ახლა უნდა ისმოდეს. ხო, ხა ისმის. Так, და მოკლედ დღეს გქონდა დაანონსებული ამ თემატიკასთან დაკავშირებით, რასაც ქვია ეს აღდგომა და მისი მისტერიები და ასე შემდეგ. ჯამში რას ემსახურება და რა თემებზე გავდივართ, რა საკითხებია ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი და საერთოდ ეს საიდან მოდის ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. ქრისტიანობის თემაა რა ზოგადად. ეს მინდა სწორედ რომ იყოს აქცენტირებული, ჩავშალოთ ნელა სიტუაცია რას ემსახურება და რა მოგიგონეს რისი გვწამს ეს სიგვჭერა და ასე შემდეგ. ხლა ვინც მე მიცნობს და ვინც ჩემ ლაივებს ადენებს ხოლმე თვალყურს, ხლა ამ თემებზე ბევრი მისაუბრია. უბრალოდ აქაც მექნება უფრო ესე თქვა სიღრმისეულად რაღაცებს განხილვა. თუმცა ასტროლოგიურ ჭრილშიც, რადგან არსებობს ვერსიები ასტროლოგების განსაკუთრებით არსებობს ეგეთი ასტროლოგი პაულ შეστოპავლოვი, რომელიც იყო ვრონსკის მოსწავლე, ესენი იყვნენ პიონერები საერთოდ ასტროლოგიის რუსეთში. ეს იყო პირველი ნაკადი, როცა შექმნა პირველი ასტროლოგიური სკოლა ეს კომუნისტურ და მეორე უკვე პოსტკომუნისტურ პერიოდში. და სხვათა შორის მათ აქვთ ერთადერთს სერტიფიცირებული განათლების უფლება რუსეთში და ისინი გასცემენ საერთაშორისო, ისინი გასცემენ რაღაც საერთაშორისო დონის სერტიფიკატებს ასწავლო თემებში. მოკლედ შესოპავლოვი ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს და რაღაც თეორიები არსებობს, რომ ქრისტეს ქონდა გარკვეული დაბადება და გარკვეული პერიოდის ესეც ვარაუდია და ჰიპოთეტურ დონეზე ხდება ეს ყველაფერი. ზუსტად კონკრეტულად ვერავინ ვერ დადებს მაგის იმას, მაგრამ ფაქტია ის, რომ ქრისტე იყო მოსული როგორც რეფორმატორი რელიგიის და როგორც გარდამქმნელი არსებული წყობის. და თავისთავად მასაც ემსახურებოდა მისი ხადაგებები როგორც სინაგოგაში და ასევე მისი ხადაგებები მეგობრ ხალხში და საზოგადოებაში. ის იყო დიდი, ესე ვთქვათ, გარდამქმნელი პერიოდი, რომელსაც გადაეყვანა, ყოფილიყო ხიდი ერთი ეპოქიდან მეორე ეპოქაში. რეალურად ბევრი რამე იქადაგა ისეთი, რაც შემორჩა, მაგრამ ძალიან ბევრი რამე იქადაგა ისეთი, რაც არ შემორჩა. თავისთავად ახლა ბიბლიაში, ახალ აღთქმაში უბრალოდ დაგიწერენ იმას, რაც მათ უნდათ რომ თქვენ იცოდეთ და არა ის რაც რეალურად იყო. ამაში დარწმუნებული ვიყავით 100%-ით, რომ ბევრი რაღაცა, რაც ქრისტეს ქონდა ნახადაგები და რასაც აკეთებდა და რაღაცა მისი ცხოვრების 90% სიცრუეშია. ასე თქვა სიცრუე და სიცრუეში კი უფრო დამალულია, დაფარულია და რაც მოგვეცა ბევრი რაღაც სიცრუე იქიდან და ასე შემდეგ. ქრისტე იყო ერთგვარი მსხვერპლი, რომელიც მათ შექმნეს ებრაელებმა. ქრისტე იყო ერთგვარი პერსონაჟი. ქრისტე იყო ერთგვარი სახე იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც სიმართლეს ლაპარაკობს და ყველა იმ ბედს გაიზიარებს, რაც ქრისტემ გაიზიარა. ეს იყო მაშინაც, ეს არის მერეც და ეს არის ეხლაც. ანუ თუ კი ადამიანები დაიწყებენ სიმართლის ლაპარაკს და ადამიანების ცნობიერების ამაღლებას, ჭეშმარიტების გაზრდაყენებას, აუცილებლად ეზიარებიან იმ ქრისტეს ტანჯვას და თავისთავად ისინი
ხშირ შემთხვევაში თუ დააკვირდებით კიდევ ჩვენ გარშემო, ჩვენი ცხოვრები და ჩვენი არსებობით ძალიან ბევრი ქრისტე მოვყალით უკვე და ძალიან ბევრი ქრისტეს ვკლავთ. ძალიან ბევრი მართლისმფელი ადამიანი იყო მოსული ღვთისმიერი. იმიტომ რომ ის უმაღლესი ძალები აგზავნიან ამ ადამიანებს. უბრალოდ ფოკუსირება იყო მაინც და მაინც ქრისტეზე. ნუ ქრისტე იყო ეს რაღაცა, რომელმაზეც უნდა აკეთეს აქცენტები, ხო, რაღაც, იმიტომ რომ დაწერეს მაგათ ძველი აღქმა მაგაზე. დაწერეს მაგაზე დაიწერა მაგაზე რელიგია, შეიქმნა ცრუ რელიგია, შეიქმნა ცრუ ინფორმაციებით და ცრუ მოძღვრებებით. კი, სიკეთე უნდა აკეთოთ რაღაც, კი ბატონო, ადამიანს თავარი კანონი რაც არის, თავარი წესი რაც არის, არა უნდა სხვას. მაგრამ მათ ბევრი რაღაცა არ უნდა მოითმინო, უნდა მიუტევო. გასაგებია, მოთმინა მიტევა, მაგრამ ყველაფერს ხო თავის ზღვარი აქვს, ხო? რელიგია გადაგებს ერთს, მაგრამ როცა უკვე საქმეზე მიდგებოდა და დაჭირდებოდა მეფეს ჯარი, დაჭირდებოდა რომელიმე ფეოდალს ჯარი, იქ უკვე ავიწყდებოდათ ეს ქრისტე და ყველაფერი, იქ უკვე ქუდზე კაცი გამოდიოდა. არ არის აუცილებელი ეს გარემტრებზე იყო საუბარი. შეიძლება ეს ყოფილიყო შიდა მტრები, ერთ ფეოდალი ებრძოდა მეორე ფეოდალს. ეგეთი ბრძოლა უფრო მეტი იყო და ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე მაგალითად გარემტრებთან ბრძოლა. ეწირებოდა ვიღაცების მერკანტილურ ხასიათს, სისულელებს და უაზრობებს ადამიანის ცხოვრება. ამიტომ რელიგიის მთავარი აზრი და იდეა იყო ის, რომ ბევრი არ ელაპარაკო, ბევრი კითხვები არ დასვა. შენ ხარ არაფერი და არავინ. შენ ხარ მონა. შენ ხარ არარაობა, ღმერთთან მიმართებაში ის არის, ის ქრისტე ღმერთი იყო და შენ არაფერი არ ხარ და შენ პროსტო იმის უნდა წამდეს და მორჩა. ის მესიჯი და ის თავარი არსი რომ ადამიანი ღვთისშვილია და ადამიანში ყველა ადამიანში ქრისტე ცხოვრობს და ქრისტე ცოცხლობს. ამაზე აკეთებენ არანაირ აქცენტირებას და არც არაფერს გვასწავლიან. ამ დროს არსებობს ძალიან ბევრი მიმდინარეობები და სასწავლო პროცესები, რომლებიც ადამიანებში აღვიძებენ ზებუნებრივ და ტრანსცენდენტალურ უნარ-ჩვევებს. ამიტომ გამოიყვანეს ესეთი ადამიანი, შექმნეს, მოიგონეს, ან არსებობდა მაგას ხლა ყოველ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, ბევრი იძახის, ბევრი ეზოთერიკოსი იძახის, რომ იესო კიდე სხვა ვიღაცა იყო, ვინც შეეწირა და ვინც უნდა შეწირულიყო ქრისტეს ცხოვრებას, ქრისტე კიდე სხვა ვიღაცა იყო, ვინც მე იქიდან გაიქცა და წავიდა სადღაც იქიდან ბანგლადეშში თუ სადღაც დაამთავრა შუა აზიაში, დაამთავრა თავის ცხოვრება. არა სხვა ალტერნატიული აზრები არსებობს. რეალურად არც ბიბლია დასაჯერებელი და არც ახალი ძველი აღქმა უბრალოდ სადაც წერია ქრისტეზე რაღაცები თავისთავად აქ სიცრუეა ჩადებული და არაფერი არ წერია ისეთი რომ ჩვენ გამოვადგეს რამეში. გარდა იმისა, რომ ეს არის მოძღვრება მონობაზე და ასე შემდეგ. და თავისთავად ბევრი მოსაზრებები, ანუ მოსაზრებებზე მიდის და დრო გადის ყოველ შემთხვევაში ჩვენ სასწაულების ძიებაში და სასწაულების მოლოდინში ვართ. და თავისთავად აი ამ სასწაულებს ქმნიან მე ეს რელიგიის წარმომადგენლები, ქმნიან ამ ცეცხლის გადმოსვლებს, ქმნიან მირონდენებს, ეგეთ რაღაცებს, რომელსაც მარტივად ეს იაფასიან რაღაცებით, ესე ვთქვათ, აჯერებენ ხალხს, ეს რაღაცები ხდება და გამოდის. ძალიან საინტერესოა საერთოდ აი ეს ძველი მოძღვრებები, რომლებიც წერია გნოსტიკურ სწავლებებში, თუმცა მათაც შეეხო მავნებლების ხელი და ბევრი რაღაცები ძალიან ასე ვთქვათ გარდაქმნეს და ხალხს საყვარი აურიეს, მაგრამ ბევრი რაღაცა დარჩენილი, რომელიც რეალურად ბევრ სწორ მიმართულებას გვაძლევს, ხო, რომ არსებობს სამყარო და ჩვენა ვართ, არსებობს ღმერთების სამყარო, რომელსაც ქვია პლერომა და არსებობს იერარქიები ამ პლერომაში, ღვთაებრივი იერარქიები, სადაც ადამიანი დაუბრუნდეს თავის საწყის. ანუ ადამიანებს გვაქვს ჩვენ დასაბრუნებელი. აქ ჩვენ ვართ მოსულები სულ შემთხვევით. ადამიანები ამ ქვეყანაზე არ ებადებიან ღმერთის ნებით. ღმერთის ნებით იქმნება ადამიანების სულები.
ხოლო ფიზიკური სხეული და აქ მოსვლა უკვე სხვა ძალები ერთვებიან ამ თემებში. და ჩვენ ვართ სულები, რომლებიც არიან, ასე ვთქვათ, ჩამოუგდებული, ჩამოვარდნილი და დაჭერილი აქ. სულები, რომლებიც არიან ღვთის ნაწილები. და მთელი ეს სისტემები, რელიგიური, სასწავლო, სამეცნიერო, სასკოლო პროგრამა, ეს ყველაფერი ეძღვნება იმას, რომ ადამიანმა დაკარგოს საკუთარი მე და დაკარგოს თავი არსი და ის საკეთებელი არ გააკეთოს, რატომაც უბრალოდ იბადება. შე შემთხვევაში ადამიანებს თავის მისია აქვს, არიციან თავის მისია რა არის. როცა ადამიანი თავის მისიას ვერ ასრულებს, მე ბრუნდება ესე იგივე მისიით, კიდევ უფრო გართულებული, კიდევ უფრო დამძიმებული, მე კიდევ ბრუნდება, მე კიდე და მე გვაქვს კითხები, რომ რატო ვერ ცოცხლობთ, ნორმალურად რატო ვერ ვახცევთ ამ სირთულეებს თავს, რატო გვაქვს პრობლემები მეუღლესთან მიმართებაში, რატომ აქვს პრობლემები შვილთან მიმართებაში, რატომ აქვს პრობლემები ასევე ჯანმრთელობასთან მიმართებაში, მე ხვდი პრობლემები არ ილევა. აქ მოვდივართ პრობლემების დასაძლევად და აქ მოვდივართ რაღაც აი სირთულეების გადასალახავად. ერთგვარი სასწავლო პროცესია, რომელიც კაბალური პირობებით გვიწევს ამ რაღაცებს კეთება. შეგვიძლია საკმაოდ ისეთი იყოს ზოგადად ჰარმონიული და პოზიტიური და სასწავლო პროცესი იყოს უფრო ჯანსაღი და სასიამოვნო, ვიდრე მაგალითად ესია. ნუ წვალებით უნდა ისწავლო რაღაცები, ხო? მაგრამ ნუ მოხდა ისევ რაღაც ძალებმა დაიკავეს დედამიწაზე დომინაციის ბერკეტები ხელში. მათ მოიგონეს რელიგიები, მათ მოიგონეს სწავლებები, მათ მოიგონეს ის მაგალითად იგივე მეცნიერება გეუბნება და გასწავლის იმას, რაც მას უნდა რომ იცოდე და არა ის, რაც რეალობაში არის და რაც ჩვენ გვჭირდება და ჩვენ სულ გვჭირდება. იგივეა რელიგიაშიც. მათ ბევრი რამე იციან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საჩვენოდ არაფერს არ აკეთებენ და არც არაფერს არ გასწავლის. ამიტომ ჩვენი გზა, ქრისტეს გზა ამას შეიძლება და სხვა არ არის მივცეთ, დატვირთვა მივცეთ. ქრისტეს გზა შეიძლება არის, მაგრამ ქრისტეს განათლების გზაა ჩვენი გზა და არა ჯვარცმის გზა. ჯვარცმით ისევ თვითონია, რომ ვინც ეს ყველაფერი შექმნა. ჯვარცმით ისევ თვითონი ცხოვრო, ვინც ეს ყველაფერი გაუკეთა და გაგვიბუდურა ცხოვრება ყოველ შემთხვევაში. აი ამ რაკურსზე რო გადავხედოთ, ხო? მართლა ესია, ანუ ჩვენც ხო წვალებით მოვდივართ, ხო? საუკუნიდან საუკუნემდე. ამ ქრისტეს სახელით შექმნეს მათ რელიგია და შექმნეს მათ მოტივი და მიზანი, რომ უნდა დაიპყრონ ხალხი, უნდა დაიპყრონ ადამიანები და გააქრისტიანონ რითი, ცეცხლითა და מחვილით. ამიტომ ქრისტე თითქოს უნდა ყოფილიყო ბოლო მსხვერპლი, ვისგანაც სისხლი დაიღვარა, მაგრამ რეალურად ქრისტეს მერე რო სისხლი დაიღვარა, ეს იყო ნიაღვარი სისხლის, კაცთა მოდგმის, ეს იყო წყალდიდობა სისხლის, რომელშიც საუკუნიდან საუკუნემდე, ასწლეულებიდან ასწლეულებამდე მოვდიოდი და მოვდივართ დღემდეც ესეა ყოველ შემთხვევაში. და ეს არის ერთგვარი პოლარიზაცია ასევე ხალხის. ამიტომ ღმერთი აერთიანებს და ეშმაკიყოფს კარგად ანათქვამია ეს ყველაფერი და სწორიცაა, მაგრამ ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. თვით ქრისტიანობაც კი დაიყო ნაწილ-ნაწილ და სხვადასხვა მიმართულებებად. იმათაც კი ვერ მონახეს საერთო ენა, რადგან ეს ყველაფერი სიყალბეზე აშენებული და არა სიმართლეზე. ამიტომ შემდგომ უკვე როცა უკვე მოვიდა ინკვიზიციის პერიოდი, იქაც ნახა ხალხმა ეს ცოდვის კალო და ნახა ეს უბედურებები და საშინელებები, ხო? და მოდის აი ამ შიშით. ხვდი, ანუ რეალურად ეს არის შიშის რელიგია და არა ქრისტეს რელიგია. ეს არის სიკვდილის რელიგია. ეს არის მოძღვრება მონობაზე. და აი ეს იდეოლოგია არის თავი და თავი იმისი, რომ ადამიანებმა უნდა იცხოვრონ მორჩილებაში, მონობაში და ერთგვარ სისტემაში მოექცნენ რელიგიურში და ადამიანმა საკუთარ თავში ღმერთი ვერ იპოვოს ვერასოდეს. ეს ძალიან ცუდი რაღაცაა, იმიტომ რომ გარდაიცვლება ადამიანს მე უფრო უჭირს ხოლმე გასულ აქედან, რადგან ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარ თავში ღმერთის პოვნა, არსებობს მაგის მეთოდები, არსებობს მაგის შეიძლება მაგის სწავლა, მაგას მედიტაცია ქვია
საკუთარ თავთან კავშირი, საკუთარ მესთან, საკუთარ ცნობიერთან, საკუთარ არაცნობიერთან. იმიტომ რომ ადამიანი არ შედგება რაღაც ერთი სულისაგან, ადამიანს სულები შრე აქვს, ადამიანი გავიდეს კავშირში თავარ ძარღვთან, რომელიც უკავშირდება უმაღლეს სამყაროს, ღმერთს. და იმ ანგელოზებს და იმ მოდი ასე ვთქვათ, იმ მაღალ განვითარებულ სუბსტანციებს, რომლებიც ჩვენ გვიცავენ, არსებობენ ესენი, ყველა საყავს თავისი რამდენიმე მცველი. ეგეც უეჭველი არსებობს. ეგენი ყოველთვის არიან და ყოველთვის გისმენენ, ყოველთვის გადევნებენ თვალყურს. ესენი ამათ არ ქვიათ ანგელოზები, ამათ ქვიათ მაღალ განვითარებული ერთგვარი მცველები არიან ესენი ჩვენი და გამცილებლები. მე ყველა ადამიანი ერთგვარი რადიოა და რადიო სიხშირის მიმღები და გადამცემია. როცა ადამიანი განვითარებს თავის ამ ტრანსცენდენტალურ უნარჩვევებს, მას უკვე შესწევს ძალა იმისი, რომ იკონტაქტოს თავის უმაღლეს ძალებს. იკონტაქტოს თავის ცველებს და უფრო გაიადვილოს ცხოვრება და უფრო მარტივად მიაღწიოს თავის სულის ევოლუციის საფეხურებს, რაც ჩვენ თავარი მიზანი არის. ამიტომ რელიგიამ, ამიტომ ინკვიზიციამ, რელიგიებმა ზოგადად ამიტომ აკრძალეს და ამიტომ მოსპეს და ფეხქვეშ გათელეს ყველანაირი უმაღლესი ცოდნა. საერთოდ ისინი ებრძოდნენ მეცნიერებასაც, მაგრამ ისინი ებრძოდნენ ასევე მათემატიკას, ისინი ებრძოდნენ ნუმეროლოგიას, ისინი ებრძოდნენ ასტროლოგიას, ხო? ძალიან ბევრი მტრები ყავდათ მათ, ძალიან ბევრი და იგრძელებოდა ეს ყველაფერი, თუმცა მაღალ წრეებში და მაღალ საზოგადოებაში ელიტას ეს ყველაფერი ჰქონდა და კარგად ათვისებული. ყველა მეფეს ყავდა თავისი ასტროლოგი, ყველა მღვდელმა იცოდა ასტროლოგია, ეს ცოდნა კიდევაც ეს იყო ერთგვარი წესი და ისწავლებოდა ეს უმაღლესი, ესე ვთქვათ, სასწავლებლებში სხვადასხვა სასულიერო პირებისთვის და არა მარტო მათთვის. მაგრამ მაინც ყველაფერი ხდებოდა ისე, როგორც გეგმა სჭირდებოდა. საერთოდ ჯამში ქრისტეს თემას რომ გადავალოთ თვალი ზოგადად ხო მოგონილია როგორ თემა რომ 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსა და ყავდა მას 12 მოწაფე, ქალწული მარიამისგან იშვა 12 მოწაფე ყავდა და ასე შემდეგ. თუმცა ქრისტემდეც არსებობდნენ საკმაოდ ბევრი ესეთი ღვთაებები და ღმერთები, რომლებიც იბადებოდნენ 25 დეკემბერს, ანუ ზამთრის მზის დაბადების, ანუ ზამთრის ბუნიაობის შემდგომ, ანუ 23-ში 22-დან იწყება 25-მდე, ხო? აი პერიოდი, ეს იყო ბუნიაობის პერიოდი, ხო? როცა ეს იყო მზის ღმერთები იყვნენ ესენი. და მზე ამ პერიოდში ჩერდებოდა სამხარდის ჯვრის თანავარსკვლავედზე და 3 დღის მერე ის აღდგებოდა მკვდრეთით, ანუ აღდგობა რეალურად არის სწორედ აი მაშინ, როცა არის ბუნიაობა ზამთრის და არა დღეს. მარტივი რაღაცა ნებისმიერი აღდგომა არის მცოცავი, ხო? არასოდეს არ არის ერთიგივე დღეს. ბუნიაობა ეს არის ერთი ფიქსირებული რამ, როცა უკვე დღე იწყებს მე უკვე მატებას ამის მერე, ანუ მზე აღდგა მკვდრეთით 3 დღის მერე ის ერთ ადგილზე გაჩერებულია, არსად არის ძვირს დღამ დროს დღე არც იზრდება, არც პატარავდება, მაგრამ მაგის მერე დღე სულ დინამიკაშია, ხო? ან პატარავდება დღე, ან იზრდება დღე, ხო? ეხლა 20 მარტიდან დღე და ღამე ტოლდება, ეს გაზაფხულის ბუნიაობა როცა არის და 21 ივნისამდე იქნება, ასე ვთქვათ, ზრდა დღის. 21 ივნის უკვე მიაღწევს მაქსიმალურ პიკს და მე იწყებს უკვე დღე კლებას, ხო? ეს რაღაცა. ანუ მუდმივი დინამიკა აღონდა. აი აქ მაინც და მაინც 22-დან 25-მდე დეკემბრის პერიოდში უკვე ხდება, როცა ჩერდება ერთ ადგილას. და ეს არის ის თავარი აზრი და იდეა, რომ ამ დროს იშვა ქრისტე და ასე შემდეგ. რეალურად ესე არ მომხდარა და ეგეთი რაღაცები არ ყოფილა. ამიტომ იყვნენ ეს ღმერთებიც, ხო? ახდენდნენ სასწაულებს, ყავდა 12 მოწაფეები, ჰორუსი, ეგვიპტის ღმერთი, რაც იყო, ხო? 12 თამხლე მოწაფე ყავდა, ღრმების განკურნება, წყალზე სიარული, მკვდრების გაცოცხლება შეეძლო. მოკლული იყო სეთის მიერ. და მე აღდგა. მე იყო მიტრა პერსია დიდებული.
ღმერთი, რომელიც იდეოლოგიის, ესე ვთქვათ, ბევრი თეორიები, ხო, ჩვენ რელიგიაში, ქრისტიანობაში გადმოიტანეს მანდედან. წყემსებს უღიარებით მისი დაბადება, მასაც ყავდა 12 თანამგზავრი, ანუ მოწაფე, ახდენდა სასწაულებს. ხო, კრიშნა დაბადებული ქალწულისგან, გარსეხუნემ წყემსები, მოწაფეები ყავდა, აკეთებდა სასწაულებს. ფრიგია, მერე ატისი, ასევე იყო დიონისე და კიდე ბევრი სხვა ესეთი ღმერთები, რომლებსაც მსგავსი გაიარეს და მსგავსი ისინი ჰქონდათ. ამიტომ ეს თეორია ერთგვარი ფორმატია, რომელიც მეორდება და მეორდება. თუმცა სიმართლე სხვა რაღაცა იყო. არსებობს სიმართლეებზე მიმსგავსებული თეორიები, რომლებიც ვატიკანიდან არის გამოჟონილი, რომ პილატესთან მეგობრობდა თვითონ ქრისტე და ის ეწეოდა საკმაოდ დიდ საქმეებს, ის ეხმარებოდა ქალაქს, ის ეხმარებოდა ურბანიზაციას ქალაქის, ხო, რაოდენესიც ეს არ უნდა იყოს და უცნაური, მაგრამ ეხმარებოდა ურბანიზაციაში, ეხმარებოდა კანალიზაციისა და წყლის მილების გაყვანაში, ცდილობდა რომ არ ყოფილიყო ანტისანიტარია გარეთ, ეხმარებოდა იმ დაჩაგრულ ხალხსაც და ეხმარებოდა გაჭირებულებსაც კი. სხვათა შორის ეხმარებოდა როსკიპებსაც და ბევრი ადამიანი, ესე ვთქვათ, შეუცვალა ცხოვრება და შეუცვალა აზროვნება ბევრს. ანუ რეალურად პილატე არ იყო მისი მტერი, პილატე არ იყო მისი მკვლელი საერთოდ. ეს ალბათ ზეწოლით მოხდა, როგორც ანუ ეს ერთ-ერთმა ტიპმა, რომელიც აკაკების სადღაც მუშაობდა, შემთხვევით რაღაც წიგნზე ჰქონდა წვდომა და რაღაც შეთანხმება იყო, რაღაც წიგნიდან წაიკითხა, ну ეს ტყავის იმებზე იყო დაწერილი ფურცლებზე, აი ქრისტეს თემები, რომლებიც მე გადმოთარგმნა მერე და ну რაღაც ეგეთი ის არის რა. და რეალურად ქრისტეში არც გაუკვირია თუ მაგაზეც იყო საუბარი და გააკვირეს სხვა ვიღაცა. ამიტომ ბევრი რაღაცა არის ისეთი, რომელსაც დაფიქრება არის საჭირო. თუ ქრისტემ შეწირა საკუთარი თავი და იმის მესისხლეღავნი დაღრული იყო ყველაფერზე, ესე იგი რა გამოდის, რომ ღმერთს იმდენი თავი არ აქვს და იმდენი საშუალება არ აქვს, რომ ქრისტეს მიერ ჩადებული ეს მსხვერპლი, რომელიც თავის სახით შეწირა კაცობრიობას, რომ ვერ შესრულდა. ანუ იფიქრეთ აბა მაგაზე, ეგეთი უმწევა ღმერთი ვითომ რომ მას არ შეუძლია მსგავსი რაღაცა, რადგან მის მერე ყველაზე მეტი სიცხე დაიღვარა, ხო? მის მერე დაიწყეს აფთრებმა ბრძოლა და ბობოქრობა. მის მერე დაიწყო უკვე რომის იმპერიამ დაშლა. სწორედ ეს იყო რელიგია, სჭირდებოდათ მათ, რომ გაერთიანებინათ ეს მერე იქაურობა და რეალურად ბიზანტია იყო ერთ-ერთი მთავარი, საიდანაც ქრისტიანობის თემები წამოვიდა. მოკლედ, როგორც ახლა წერია იქ, მაგრამ შეიძლება ეს არც იყოს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ ვცხოვრობთ ციცრულის 90%-ში. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი წერია უფრო არ არის სწორი, ვიდრე სწორია. ლიტერატურები რომ მოაქვთ ხოლმე ყოველ შემთხვევაში ბევრი ეზოტერიკოსებს და მიმტკიცებენ ახლა, აი ვინ დაგიწერა ლიტერატურა, ხო? და ასე ვკითხები, ვინ დაწერა ეს ყველაფერი საერთოდ? ვინ შექმნა ეს ყველაფერი? ახალი ახმა დაწერილი იყო, ძველი ახმა, ახალი ახმა დაწერილი ებრაულ ენაზე, ხო? არამეულ ენაზე, ბერძნულ ენაზე. ამას ყავდა თავი დამკვეთი. და ამის უკან დგას განან ხალხი. ვის ინტერესებშიც არის, რომ ჩვენ გვჯეროდეს იმის, რიზეც გვჯერა ეხლა. დღესაც გავდივართ საფლავებზე, ღებავთ ან კვერცხებს, ან იცით რას ნიშნავს კვერცხის შეღება საერთოდ? ან ეს პასკა და პასეკი რა არის? და საერთოდ ვინ ახარ და საიდან მოდიხართ ეს თუ იცით? და საერთოდ რატო ხართ იქ, სადაც არ უნდა იყოთ? რატო ხართ აი იმ რწმენაში, რომელიც ჩვენთან არაფერს საერთოდ არ აქვს საერთოდ? აი არანაირი კავშირი არ აქვს აი ამ ბიბლიურ და აღქმის თემებს საერთოდ ქართველებთან. ჩვენ გქონდა ჩვენი რწმენა. ჩვენ გქონდა ჩვენი ცოდნა, სულიერი.
და იმ ჭეშმარიტ ქრისტიანობასაც თვითონ ქრისტიანობა იყო და ქრისტიანობას ქვია ქრისტიანობა, ხო, აი ის გნოსიციზმი, რასაც თვითონ ქრისტე ხადაგებდა, ხო? იმასთან წინააღმდეგობაში ჩვენ არ მოდიოდით არასოდეს. ჩვენ წინააღმდეგობაში მოდიოდით შემდგომ უკვე მისგან შექმნილ ვითომ ქრისტიანობას, რომელზეც მილიონობით ადამიანი და მილიარდობით ადამიანი შეეწირა. იმ ქრისტიანების და ნამდვილი ქრისტიანების ძვლებზე ააშენეს ქალაქები. ტაძრები ააშენეს. და მთელი ევროპა იმ ქრისტიანების ძვლებზე დგას. ეს მსხვერპლშეწირვაა ხალხო. ეს არის ისეთი რიტუალი, რომ ძალა მიეცეს იმ იდეოლოგიასა და იმ რელიგიურ წამს, რომელსაც ქრისტიანობა დაარქვეს და რეალურად ემსახურება შავ ძალებს. ემსახურება ზოგადად უფრო ადამიანების მონობას, ადამიანების არარაობად ქცევას, ამ ადამიანების უაზრო ყოფიერებას, ვიდრე ადამიანების განვითარებას, ადამიანებთან ღმერთთან დაკავშირებას, ადამიანების სიხარულთან და ცოდნასთან ასოცირებას, ხო, არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს, არანაირი აბსოლუტურად. ჩვენ ქართველებს ქონდა ჩვენი რწმენა და ბევრად უფრო ძლიერი რწმენა იყო და ბევრად უფრო ძლიერები ვიყავით ჩვენ რწმენით, როცა სანამ ქრისტიანები გავხდებოდით, ვითომ ქრისტიანები, ასე ვთქვათ. და ძალიან დიდი ძალაც ქონდა. აი ეს ძალა და საწყისი ის უნდა იყოს ქართული ახალი სულიერების საფუძველი. სწორედ აი ის არის ქართული ეთნოსის თავარი ძირი და მთავარი სული, თავარი ფესვები, საიდანაც ჩვენ მოდივართ. ჩვენ რო დღეს ცოცხლები ვართ, მაგის დამსახურებაა. და არა იმის დამსახურებაა, რომ ვითომ ქრისტიანები ვიყავით და ვითომ რაღაცას ვაკეთებდით. ამ დროს რეალურად მაგ ქრისტიანობის და ამ რაღაც იმების ფონზე დიდი სისხლი დავუყარეთ, კი. მაგრამ ეგეც იყო პროგრამულად ეს თემები გაწერილი. ახლა ნახეთ, ძალიან საინტერესო რაღაცა გეტყვით კიდევ ერთ რამეს. ქრისტიანობასა და მუსლიმანობას შორის ყოველ შემთხვევაში არაფერი ისეთი არ არის განსხვავებული მათ შორის. არ არის, რადგან ბიბლიაც და ყურანიც ფაქტობრივად ერთ-იგივე არის. იდეოლოგიურად პერსონაჟები ფაქტობრივად იგივე არის იქაც და იქაც სახელები შეცვლილი არის და ასე შემდეგ. ორივეს ერთი ავტორი ყავს. გადაწერილია უბრალოდ მეორე არ უწოლეთ ყოველ შემთხვევაში იმაზე, რა ჯერ შეიქმნა ქრისტიანობა, მე შეიქმნა მუსლიმანობა. მაგათ უკან უკვე დგანან სხვები. და ეს სხვები მართავენ მაგათ. მართავენ დედაბუდიანენ ყველას. უფროს ვინც არის მეფე, ფეოდალები ვინც არიან. და მაგათ აქვს პროგრამულად გაწერილი ეს დრო. აი ეს რომ ადამიანებმა ამ პერიოდში უნდა იომონ, უნდა მოახდინონ ლაშქრობები, უნდა მოახდინონ დაპყრობები. მოდი ყველაზე მთავარ საიდუმლოს გავხსოვდეთ ფარდა. ადამიანები იბადებიან იმისთვის, რომ იბადებიან იმისთვის არა, რომ ეს ეწამონ, მაგრამ რეალურად ჩვენ გვიყენებენ იმისთვის, რომ ეწამოთ. ლოგიკური ბმა რო იყოს, ამიტომ სიმართლე უნდა იცოდეთ, რომ აზრი გამოიტანოთ აქედან, ასე ვლაპარაკობ. არსებობს სამყარო ხილული და უხილავი, ხო? ასაც ჩვენ ხედავთ, ასაც ჩვენ ვერ ხედავთ. უხილავი სამყარო მართავს ხილულ სამყაროს. ალბათ ესეც იცით. ამ უხილავ სამყაროში არიან როგორც ანგელოზები, ასევე არიან დემონებიც. ამ ანგელოზებს და ნათელ ძალებს აქვს თავისი იერარქიები, დემონებს აქვს თავისი იერარქიები. არსებობს ასევე ეგრეგორიული ძალა. ეგრეგორული ძალა, რომელიც არის ხალხის მიერ გაჟღენთილი, ხალხის ენერგიით გაჟღენთილი ძალა. იმ ძალაში შეიძლება ადამიანიც შეწირო, იმ ძალაში შეიძლება ადამიანები გამოიყენო, რომ ადამიანს უცხო 100,000 ადამიანს ჯერა რომ აი ეს რაღაც პერაშკი არის წმინდა და მას აქვს ძალა, ის იღებს რაღაც ძალას, მართლა იღებს ძალას და მართლა აქვს რაღაც უნარები. ანუ რწმენას მოაქვს გაძლიერება. და ეს რწმენა უკვე ეგრეგორიალური ძალა ქვია ამას, როცა უკვე ძლიერდება, ხო, მე უკვე იძებს ძალას უკვე ეკლესიაც.
მე უკვე მას შეუძლია რომ მის მოწინააღმდეგეებს ხო ვინც მის საწინააღმდეგოდ იმაში რომ პროგრამულად ვინც ურტყავს და ვისაც ძლიერი ისა დიდი ძალა აქვს ყოველ შემთხვევაში იმას დაარტყას და აი ესეც მუშაობს სხვათა შორის ამიტომ ადამიანები ვაძლიერებთ ჩვენ ბოროტებას გაუცნობიერებლად ეს თქვენ არიცით ეს ბევრმა არ იცის ვაძლიერებთ ბოროტებას და ისიძენს მართლა ძალას როცა ადამიანების აი ესეთი როცა მილიონობით ადამიანს ზოგ ერთ რაღაცის წამს იქ ჯვარის თემა იქ ხატია იქ ის არის ეკლესია თავისი ის აქვს ეგრეგორი უკვე იცავს უკვე იმ ხალხსაც მაგრამ ეგრეგორს გააქვს ენერგია და ეგრეგორს რო გააქვს ენერგია ხმარდება ეს ისევ იმ ეკლესიას და იმ ძალას რომ ხალხი მართოს ჯამში ეს ემსახურება ადამიანების მომნობას რა წესდელებს ეს ყველაფერი რომ ჩვენ ვართ მათი მონები და ასე შემდეგ. ამიტომ ბმა რო იყოს უფრო ნათელი ხო ეს უხილავი სამყარო ირეალურ სამყაროში მათ შეუძლიათ იმოქმედონ ადამიანებზე ოღონდ ესენი არიან რაღაც ისეთი რაღაც ეშმაკები და რაღაც დემონები და საში რაღაცები სული სუბსტანციები არიან ენერგეტიკული სულები არიან რომელსაც ჩვეულებრივი ისეთივე სულიერი ვიზუალით როგორც მაგაც სხვა ადამიანებს უბრალოდ მათ შეუძლიათ ადამიანები ესე ვთქვათ მოახდინონ ისე ინკარნაციაში გადმოუშვან ახალ ინკარნაციაში ინკარნაციიდან ინკარნაციამდე შეუძლიათ რომ ეს ადამიანები ესე გარდაიცვალა გაჩერდა მე დაიჭერენ მე ჩამოუშვებენ ისევ თავიდან ანუ ადამიანი აქ არ იბადება თავისი ნებით ადამიანი იბადება ტილით ტკივილით ანუ ეს არ არის ჰარმონიული პროცესი ჰარმონიული პროცესების იმაში არ შედის ეს ხო ჩვენი მოსვლა სისხლია ტირილია წვალება ტკივილია და აი ამ პროცესებს გადის ხო ბავშვი რა არის ჰარმონიული პროცესი ხო მაგალითად როცა დამწიფდება ხე ნაყოფი ის თვითონ გაძლევს თავის ნაყოფს მაგრამ როცა ის კვახია ჯერ არ იჭმევა თავისთავად ის ჯერ იჭერს არ გაძლევს იმ ნაყოფს ახაც იგივე სიტუაცია არის რეალურად ჩვენ არა ვართ სულები იმისთვის რომ ზად რო აქ მოსვლა გვინდოდეს ანუ აქ არ უნდათ არა ადამიანის მოსვლა ეს ჩვენი ნების წინააღმდეგ ხდება ეს სამწუხაროდ ესეა მაგრამ რახან მოვდივართ უნდა ვიცხოვროთ უნდა განვითარდეთ მაგრამ შეიძლება რომ დედამიწა გადაიქცეს ბოროტებისგან დაიცალოს განეიტრალდეს რაღაც ან დაბალანსდეს იმიტომ რომ დღეს რა არის რომ პრობლემა რა არის მინუს ენერგია უნდა იყოს პლუს ენერგიაც უნდა იყოს მაგრამ ეს უნდა დაბალანსდეს დღეს ბალანსი დარღვეულია დღეს უფრო მეტი უარყოფითია ვიდრე დადებითია ხო და ადამიანები რა შეჭirdებათ ეს როცა ადამიანები გამოყოფენ უარყოფით ენერგიებს შიშის ენერგიებს წვალების ენერგიებს როცა ადამიანი დაავადებულია უკვე მასე შინია ის ფობიებშია როცა ადამიანს შვილი ყავს ავად ის საშინელ დღეშია ხო ამის ნერვოს მოხდი აი ეს უკვე ჩვენ ტრანსლირებთ უკვე და ვაფრქვევთ უარყოფით ემოციებს რაც კვებავს უკვე დავალ ვიბრაციულ სუბსტანციებს ეგრეთ წოდებულ დემონებს ეს არის მათი საკვები ანუ რას ემსახურებით ამას ანუ ახლა უკვე ეს არის მთელი მოდელი აი ამ ყველაფრის. ამიტომ ადამიანის სული და ადამიანი არ უნდა განვითარდეს. იმაზე მეტი არ უნდა იფიქროს, რაც მას მოცემული აქვს ცხოვრებაში, რაც ხვიცინ უდევს. არ დაიბეჭდება ის ციგნი, რომელიც სიმართლეს ქადაგებს, არ დაიბეჭდება ის მოცემულებები და ის სასწავლო სპეციალური სავარჯიშები, რომელიც ადამიანს განავითარებს, არ დაიბეჭდება და არ უნდა გასწავლეს იმას, რაც მართლა ადამიანს აქედან გაიყვანს. ამ სასწრასწრიდან. არ გასწავლეს ამ ყველაფერს. თუ თქვენ თვითონ ეს ყველაფერი არ მოიძიეთ. ყველაფერი რაც თქვენ წინ გიდევთ, ეს ემსახურება იმას, რომ თქვენ ამის იქით რა გაიხედოთ, მორჩა. და ძალიან ბევრი ციცრუეა ჩვენ გარშემო. და ძალიან ბევრი რაღაცების ძიება და ძალიან ბევრი რაღაცების ასე თქვა ჩვენ თვითონ დადგენა გვიწევს. ამიტომ უბედური ადამიანი და ტანჯვაში მყოფი ადამიანი ეს არის მათი საზრდო. ამიტომაც არის რომ საუკუნიდან საუკუნემდე არსებობს საუკუნე რომ იყოს ოქროს ხანა, ხო, მიხვდით აი რაღაც ყოველთვის არის მაინც ბრძოლები, მაინც ომები, მაინც ერთმანეთს კლავენ, მოხდი, ანუ
ომები რატო ხდება ომები? ომი ხდება ყოველგვარი მიზეზების გარეშე, სისულელეების გამო. აი უბრალოდ დღევანდელი ომიც კი ხო, რომელიც უკრაინაში ხდება, აი რატო ხო? მისთვის. რა უნდა რუსეთს სუვერენულ სახელმწიფოსთან, უკრაინასთან შედიხარ და იწყებ ბრძოლას. რო არ შევიდეს ნატოში? და რო შევიდეს ნატოში, რა ამერე? ან კაი, დავუშვათ არ შევიდნენ ნატოში, დაიპყრო რუსეთმა დავუშვათ უკრაინა, ხო? ძალიან მარტივი პრიმიტიული მაგალითი. იმის მერე სახელმწიფოები, რომლებიც ნატოში არიან, გერმანია და პოლონეთია და კიდე სხვა. ასე საზღვრება. ეს კი რა გამოდის, რომ მთელი ევროპა უნდა იყოს. ანუ არსი და იდეა ყოველ შემთხვევაში, ომის ხშირ შემთხვევაში ძალიან ბანალური, ძალიან მარტივი და არაფერს მომცემია ხშირ შემთხვევაში, მაგრამ თავარია რომ ომი უნდა იყოს, სადღაც ყოველთვის უნდა იყოს ცეცხლოვანი წერტილები. სირია იქნება იქ, პალესტინა იქნება იქ, უკრაინა იქნება თუ ასე შემდეგ. ერთი ადამიანს ათეულობით და ასეულობით ადამიანი გლოვობს. ეს უკვე მათი საზრდო და საკვები არის. ჩვენიერი მაგალითია მთელი ჩვენი ისტორიები. გინახიათ როდესმე საუკუნე ომის გარეშე, სადაც მილიონობით ადამიანი კვდება მაგის გარეშე, მოხდა რომ ეს რაღაც არ მოხდეს. ყოველთვის იყო ეს. ყოველთვის არა და ყოველთვის იქნება. მან ზოგი იძახის კიდევ რომ დედამიწაზე ბალანსი უნდა იყოს, რომ ბევრი ადამიანი რო არის მე უკვე რესურსი ნაკლებია. თქვენ წარმოიდგინეთ არსებობს გამოთვლა იმისი, რომ არსებული 8 მილიარდი ადამიანი თავისუფლად დაეტევა მარტო ბრაზილიაში. მარტო ბრაზილიაში. და დარჩება კიდე ადგილი, რომ მისცე 1000 კვადრატული, 2000 კვადრატული მეტრი თითო ადამიანს, ხო რაღაცა ესეთი. თავისუფლად ეტევიან აი მან სამხრეთ ამერიკის რაღაც მათ 1/4-ზეც. კი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ბედნიერი ადამიანები, იმიტომ რომ ბედნიერი ადამიანი ეს არის ადამიანი, რომელიც ემსახურება ამ შემთხვევაში როგორ გითხრათ, იცი? ის ადამიანი, რომელიც საინტერესოა უკვე ნათელი ძალების, ანუ რეალურად ბედნიერი ადამიანი ჭირდება ღმერთს. ბედნიერი ადამიანი ჭირდება უკვე ნათელ ძალებს. ამიტომ ბედნიერების ენერგია ეს არის მათი, ასე თქვათ, ჭირი. ბედნიერი ადამიანი ეს არის წამალი იმისი, რომ გაქრეს ეს, ასე თქვათ, შიშის ენერგია. ანუ შიშის ეწინააღმდეგება ბედნიერება, სიბნელეს ეწინააღმდეგება სინათლე, ხო? ამიტომ ბედნიერებას სჭირდება სინათლე, ბედნიერებას სჭირდება ცოდნა, ბედნიერებას სჭირდება განვითარება. ბედნიერებას და სიხარულს სჭირდება ადამიანების სიყვარული. სწორედ აი ქრისტეს თავარი მოძღვრება რაც ესა სიყვარულია. ცოდნა და სიყვარული. ცოდნა, სიყვარული, აი ეს ერთმანეთთან კავშირში არის. ამიტომ სწორი ცოდნა და ასე თქვათ, სწორი ცოდნა და სიყვარული ამ შემთხვევაში სიყვარული სამყაროს, სიყვარული ბუნების, სიყვარული სტიქიების, სიყვარული ყველაფრის, რაც თქვენს გარშემო არის და ცოცხალია, ხო? ეს ერთგვარი ძალა ადამიანში უკვე. ამ შემთხვევაში ადამიანში უფრო ძლიერდება იმუნური სისტემა, უფრო ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა, უფრო ძლიერდება ადამიანის ჯანმრთელობა. ამ ყველაფერს მოპოვება უნდა. მაგრამ თითქოს ცხოვრება არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ მიხვიდე მანდამდე და ეს რაღაცებს დაეუფლო და ისწავლო. რატომ ალავს ამას ეკლესია უბრალოდ არ აღიარებს რეინკარნაციის აღიარებაზეც არ არის, მოხდით, თუნდაც ეკლესიასაც შეხედეთ თავიდან ბოლომდე რა სტრუქტურაა ზოგადად იქ, ხო? შედიხარ ღდლებს აცვიათ რა ფერი? აცვით შავი ფერი. შავი ფერი რის ფერია? შავი ფერი ეს არის გლოვის ფერი, ხო? ეს არის ჭირის ფერი, ეს უბედურების ფერი საერთოდ. ეს მძიმე ფერია საერთოდ. თეთრი კი არა ცვიათ და რაღაც ოქროსფერი კი არა ცვიათ ყველას. ძირითადი საფასე მაგათ შავი არის. შავი სამღვდელოება, ანუ შავი ასოცირდება საერთოდ ჯოჯოხეთთან და ასე შემდეგ. რაც ემსახურებიან იდეაში ისაც ცვიათ რა.
არასწავლიან არაფერს თავისთავად, ვინ უნდა გასწავლოს. მათი მოძღვრება ათას არ ემსახურება აქედან გამომდინარე. გვეუბნებიან რომ ვიყოთ კეთილები, გვეუბნებიან ერთმანეთს მიუტევოთ, გვეუბნებიან ერთმანეთი გიყვარდეს, გვეუბნებიან სიკეთე აკეთოთ რაღაცა, გასაგებ, მაგრამ ეს მაგათვის არ ვრცელდება, ეს ვრცელდება ჩვენთვის მონების შესახებ. ანუ არსი და იდეა რა არის, ხო, ქრისტიანობის რომ იმათმა ყველაფერი უნდა აკეთონ, რაც მათ უნდათ, მაგრამ ჩვენს ყველაფერი უნდა ვითმინოთ. იმიტომ ჩვენს ყველაფერი არ ვიცით. რეალურად სიმართლეში რა ხდება? სიმართლე რა არის? საერთოდ და სიმართლეში რა ხდება? იმათ შეუძლია თავზე გადაისხან ყველაფერი და ჩვენს ყველაფერი მოვითმინოთ. აი როგორ რაღაცა არის. იყო ფეოდალი, ვიღაცა, თავადი და ყავდა გლეხები. ეს ქრისტიანი ხალხი, რომლებიც დაახლოებით 1000 კაცი ყავდა, ხო, დაუშვათ. ოჯახში იყვნენ მამაკაცები. ის მამაკაცები იყვნენ ასევე მაგათ ჯარში. როცა დაჭირდებოდა გამოყვანა ხალხის და დაჭირდებოდა ვიღაცასთან ბრძოლა, თუნდაც ვიღაცებთან ბრძოლა, თავის თუნდაც ვიღაც სხვა ფეოდალებთან და შემდეგ, ეწინებოდნენ ამ ყველაფერს რიგითი ადამიანები. აქედან გამომდინარე, მათ ერთ ქალს, რომელსაც ორი ვაჟი ყავდა და ერთი ქმარი და სამივე ომში მოუკვდა და მოუკვდა იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც მიწა არ მისცა, რაღაც სიძემ შეუწყობა მიაყენა და იმ სიძის შეუწყობის გამო ადგენს და ამ ხელომი დაიწყეს, ხო? აი ესეც სისულელებს როცა ეწირებიან ადამიანის ცხოვრება, მოხდი და ამ ადამიანებისგან ქმნიან არარაობებს. აი ეს მოძღვრებები უკვე იდეალურად მუშაობს ამ შემთხვევაში, მოხდი რომ მიუტევე არა კაცს თკლა, არა ის ადამიანს შეუძლია კაცის მოკლას. თუ ადამიანმა მეორე ადამიანს შეურაცხო ოჯახი წაუბილწა და მიუნგრია და მონგრია ისეთ მას უყვარს, რასაც ეგ პატივს ასცემს. თავისთავად ადამიანს აქვს უფლება რომ თავი დაიცვას და ადამიანის მოკლედ შეუძლია რადგან მავნებელია. და ამიტომ ბევრი რაღაცა არის ისეთი, რომელიც რეალურად თავდაცვის მიზნით ადამიანს უფლება აქვს ბევრი რაღაცა გააკეთოს კიდე. ანუ რეალურად ადამიანებს წაართვეს თავისუფლება. თავისუფლებასთან ერთად წაართვეს მშვიდობა, სიყვარული და ცოდნა. და აი ეს, რასაც ახლა ჩვენ ცხოვრობთ, სადაც ახლა ჩვენ ვართ, ხო? ასე ახლა ჩვენ ვაკეთებთ ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენი ეს რიტუალები, რაღაცები, ამით კი ვაძლიერებთ იმ ყველაფერს ხო, მაგრამ ფაქტობრივად ისევ იმ ჭაობში ვართ. ისევ იმ ჭაობში ვიქნებით, სანამ არ დაიწყება დიდი რეფორმები და ჩვენი ცნობიერების ამაღლება. ქრისტეს გზა რაც არის, იყო რეფორმების გზა. და დღესაც სწორედ ქრისტეს გზა გასავლელი და რეფორმებია საჭირო. ჩვენი ცნობიერების, ჩვენი ცხოვრების უნდა დაფიქრდეთ რაღაცებზე. და უნდა დავებრუნოთ ყველაფერი ის ძველი, რაც ჩვენ ქონდა, ქრისტიანობამდე რაც აქონდა. ესაა ჩვენი ხსნა. ეს არის ქართველი ერისა და ქართული ეთნოსის გადარჩენის ერთადერთი ხსნის გზა. აქედან იწყება ყველაფერი. დანარჩენი რაც ხდება დღეს საქართველოში, ესეც ისევ იმ ხალხის დამსახურება, ვინც ბიბლია დაგიწერათ, ვინც რელიგია შეიქმნათ, ვინც მონებად გაქციათ, ვინც სვალებში ნაცარად შეგაყარათ და ვინც წაგიბილწათ სარწმუნოება. საქართველოში ქრისტიანობა არ შემოსულა ცეკვა თამაშით და დალხენილი იმეებით, რა ქვია, დღესასწაულებით. საქართველოში ქრისტიანობა შემოვიდა სისხლის ზღვრით და ადამიანების სისხლზე გაიარა ამ ყველაფერმა, ისე როგორც ყველგან. ამ ვითომ ქრისტიანებმა მართლა მოკლეს ნამდვილი ქრისტიანები, რომლებიც იყვნენ კატარლები. კატარების ისტორია დევს ასევე ჩემს YouTube არხზე. სადაც რაღაც არის მოცემული ქრისტიანობის მთელი არსი და იდეა, იქაც შეცვლილი არის მაგათი ბევრი რიტუალი და რაღაცა შეცვალეს, მაგრამ ფაქტი კიდევ ის არის, რომ ეს იყო ერთადერთი მომენტი, როდესაც ჯვაროსნებმა ქრისტიანებმა ნამდვილ ქრისტიანებზე გაილაშქრეს და ქრისტიანებმა მოკლეს, იმიტომ რომ ისინი იკრებდნენ ძალას. ისინი იყვნენ ნამდვილი ქრისტიანობის მიმდევრები. და აი ამ კათოლიკებს, ანუ მეორე დემონურ ძალებს, მათ არ სჭირდებოდათ მათი ესე განვითარება. აქედან გამომდინარე 40,000 კატარელი დედაბუდგენენ, ქალიან, ბავშვიან, ყველაფერიან ამოხოცეს. მათ ჰქონდათ 4 ქვა.
ამ მოთქვაზე 4 უნიკალური ქვაა. რა ქვა იყო ეგ არ ვიცი, მაგრამ ზედ იყო ამოტიფრული სიხშირეები და ვიბრაციის კოდი, რომელიც ქრისტემ დაუტოვა ამ ქრისტიანებს, თავისიანებს. ქრისტემ დაუტოვა. მაგ 4 ქვის გაერთიანებით და მაგ ვიბრაციებით ხდება დედამიწაზე ძალიან დიდი კატაკლიზმები და ძალიან დიდი ცვლილებები, ანუ რეალურად ვინცაც ეგ უჩიოს, მათ შეუძლია სამყარო მართოს. სწორედ მაგის ძიებებში არიან და იყვნენ დიდი მხედართმთავრები, თუნდაც ბოლოს ჰიტლერიც და ასე შემდეგ. ბევრი სხვა მაგ 4 ქვის ძიებაში არიან. ამიტომ კატალებმა იცოდნენ ეგ და სადღაც ვიღაც ერთეულად მეიციან ეგ საიდუმლო 4 ქვის და 4 ვიბრაციის. სწორედ ვიბრაციით არის შექმნილი ძალიან ბევრი რაღაცა. ჯერ იყო სიტყვა, ანუ ეს ვიბრაცია, სიტყვა. ამიტომ მარხვასა და ზიარებაზე რა სიტყვითო? რა ვიცი. ზიარება იფიქრეთ თქვენ თვითონაც იფიქრეთ ამ ყველაფერზე, ზიარება რა არის? სვავთ ღვთის სისხლსა და ჭამთ მის ხორცს. მაშინ გჭირდებათ ქრისტეს სისხლი და ხორცის ჭამა. მაშინ გჭირდებათ მისი ხორციელებისა და მისი სისხლის თუნდაც იმიტირებულად შესრულება. თუნდაც ეგ ჭამოთ იმის მერე როგორ ჩავდოთ პირში ცხრის ხორცს. კანიბალიზმია ეს. რაც გავრცელებულია მსოფლიოში სხვადასხვა. არ შეიძლება ღმერთის ჭამა. არ შეიძლება მის სისხლის სმა. იმიტომ რომ ალეგორიულად და რაღაცა და რაღაცა. არ არის ალეგორიული რა ჩაგიდეს ეს ისეთი რაღაცები, რაც რეალურად ვნებს. ნააფეს კაის ყოველ შემთხვევაში გამოგცემთ. ქრისტეს იმიტომ კი არ მოსულა რომ მის ხორცი ჭამოთ. ქრისტე იმიტომ მოვიდა რომ მის სულიერება ისწავლოთ. ქრისტეს სულიერების და ღვთაებრიობის მასწავლებელი იყო და არა იმისი რა ქვია რაღაც კულინარიული იმების დეგუსტაციისა და იმის ნაწილი ყოფილიყო. სისხლითა და ხორცით ვეფს ვერ მიაღწევთ სულიერებას. ეს ვიბრაციებს უფრო დაბლააგდებს, ვიდრე მაღლა. ეს უფრო მსახურება სხვა, უფრო მძიმე რაღაცებს რა თქვენ გონიათ. ამიტომ ერთი რაღაცაა კიდე. თქვენს ადამიანებო ქრისტიანები ვინც ისეთ ქრისტიანობად ხართ. ქრისტიანი ვარ მეც, მაგრამ აი ეს რაც ახლა დღეს ხდება ეს რელიგიური თემა რაც არის ზოგადად ეს მართლმადიდებლური თქვენ ემსახურებით ისევ იმ ღმერთს ასაც ემსახურებიან ებრაელებიც. თქვენ და მათ ერთი ღმერთი ყავთ. ეს არის იაჰვე და ელია. იდეაში იაჰვე შვილი იყო ელიასი უმცროსი. მაგრამ ზოგადად სხვა რაღაც წერია და გამსახურებენ ყოველ შემთხვევაში ამ ღმერთს. ვინ იყო იაჰვე, ვინ იყო ელია, ვინ იყო ადონაი, ესე თქვათ ეს ჩვენ მაინც ჩვენი ღმერთებიც ესენი არიან. ჯამში იქ არიან, მაგრამ ჩვენ ვართ მსახურები. და არა ღვთისმრჩეულიერი. ჩვენ ვართ მონები. და არა მათი ღმერთის საყვარელი ხალხი. იფიქრეთ ამ ყველაფერზე ყოველ შემთხვევაში. ამიტომ ქრისტეს გზა ესაა განათლების და სინათლისა და ბედნიერების გზა. ესაა ცოდნისა და განვითარების გზა. და რაც ქრისტეს შეეძლო, ის ადამიანსაც შეუძლია. რადგან ჩვენ ვართ ღვთის ნაწილები და არა მონები. ჩვენ ვართ მისი წარმომადგენლები ამ დედამიწაზე. ოღონდ ყველა არა. ყველა ადამიანი არ არის.
ყველა ადამიანში არადევს ეს სული წმინდა. გაყოფილია დედამიწაზე ადამიანები არიან სრულყოფილი სულით და ეს ადამიანები სრულყოფილი სულით ესენი არიან მთავარი დონორები, შავი ძალები, სადღან მათ შეუძლიათ ემოციებით და ემპათიებით, ხალხის დახმარებით, ასე ვთქვათ, აი რა იცი რომ მათ აქვთ ის, რაც მაგალითად სხვებს არ აქვთ, ხო? ემპათია არ აქვთ ბევრ სხვას. ადამიანობის ნაკლებობა როცა არის შეგნით. და ჩვენ ხსოვთ ამ ემოციებით შეგვიძლია ვკვებოთ, შიშით ვკვებოთ, უარყოფითი ემოციებით ვკვებოთ, ხო? ტკივილით ვკვებოთ. დაბალი ვიბრაციული ძალები ვკვებოთ. აი ეს არის. ამიტომ ადამიანი რაც უფრო განვითარებულია, რაც უფრო ბედნიერი, რაც უფრო გახარებულია, მით უფრო მაღალ ვიბრაციებზე ადის, მით უფრო მაღალ საფეხურებზე ადის, მით უფრო მაღალ განვითარებული ხდება. როცა ცნობიერება მაღლდება, ადამიანის მერე უკვე ის როცა მაღალ ვიბრაციებზე არის, ის აღარ იბადება აქ ამ დედამიწაზე და იბადება სხვა კვანტურ რეალობაში. როცა იბადება ადამიანი სხვა კვანტურ რეალობაში, თავისთავად ის უკვე დედამიწაზე აღარ დაიბადება, ხო? ის იქნება სხვაგან. ამიტომ ადამიანს აქვს, ჩვენ ვართ მესამე განზომილებაში. არის მე-4, მე-5, მე-6, 9-ცა გასავლელი და კიდე სხვადასხვა განზომილებები. და მე გადიხარ იმ პლერომას კარიბჭეს, ანუ ღმერთის სულიერების, ანუ თავარ დიდ სამყარო, სადაც ღვთაებრივი ისინია, ერარქიებია. და კიდე სხვა ისინია, სამყაროებია. ნაბერთ უფრო ლამაზი ვიდრე დედამიწა. მოკლედ, აი ეს არის თავარი თემა. ეს იყო თავარი, რაც მინდოდა მე თქვა ძირითადად, რომ ქრისტიანობა, სასწაულები, ეს ყველაფერი გვარი ხშირ შემთხვევაში მარკეტინგული ხრიკებია. თვითონ ქრისტეს მიმდევრობა ჭეშმარიტება, მაგრამ რასაც ხო ჩვენ ხედავთ ყოველ შემთხვევაში, ხო, ეს ცეცხლის განმოსვლა და რაღაც მირონი მის აფლავზე და ეს რაღაცები, ეს რწმენა უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანს არ ჭირდებოდეს სასწაულები და ესეთი რაღაცეები. რწმენა არის რწმენა, რომელიც შინ გიდევს და წამს. და აი მიეფასიონტრია კვებს, რომელზეც ხალხი ეგება და რაღაცების წამს და ჯერა, ნუ ეს უკვე მათი ის არის, მათი ბედურობა, არ ვიცი, ეს მაგათი ის არის. ჩემი რწმენა, გასაგები უბრალოდ რაღაცა ხო არსებობს, რაც სიმართლეა, ხო? შეიძლება ვიღაცამ რაღაცა მოგატყუოს და დაიჯერო. აი მე ხლა მომატყო ილუზიონისტმა ის, რომ აი ეგ ამ ხელში მაქვს ფული და გააქრო ეს ფული და დავიჯერო ეს ფული გააქრო. ამ დროს რაღაც გააკეთა ეგეთი. ხო და მოვიდეს ვიღაცა ტიპი, არო შედა ვითხრას რომ არა მოგატყუა კაროჩე ტიპმაო რა არაფერი არ გაუქრიაო, რეალურად მეორე ხელში უჭირავს. просто ეს ილუზიონისტია, მაგის საქმე ეგ არის, ხო? გავდე კიდე დაუწყე იმას ჩხუბი და დაუწყე ომი და თავში ჩავარტყე ჩახუჩი. როგორ ეხები ჩემ წმენას? ეგეთ სიტუაცია, ეგეთ ლოგიკაა. ილუზიონისტების მსხვერპლი ვართ ბევრი. მეც ვიყავი სხვათა შორის, თავის დროზე. ამიტომ ეპოქა იცვლება და ეპოქა მთავრდება, დამთავრდა ეპოქა ქრისტეს ეპოქა დამთავრდა დანიშნავს იმას, რომ ქრისტეს თემა დამთავრდა. პირიქით, ქრისტეს თემა აქტუალურია. ქრისტეს თემა უნდა გადაიყვანოს პროგრამამ ზოგადად. სიყვარულის პროგრამა უნდა გადაიყვანოს ერთი ეპოქიდან მეორე ეპოქაში. გადავდივართ მერწყუს ეპოქაში. ამიტომ ამ ეპოქაში რომ ვიბადებით, ყველაფერი სიმართლე უნდა ითქვას. ამ სიმართლემ უნდა მიგუკნოს ჭეშმარიტებამდე. ეხლა ასეც მე ვლაპარაკობ დღევანდელი ეს თემა საკმაოდ დიდია, საკმაოდ ღრმა არის, ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება და არ მინდა თავი შეგაწყინოთ, მაგრამ ზოგადი ინფორმაცია, გეწოდებული კონცეფცია გაიგეთ, რა მინდოდა რომ მეთქვა და თავარი რაც იყო ეს მესიჯები, თავარი რაც იყო გასაგები, პრინციპში იდეაში მივხვდით. რომ თქვენ ხართ ღვთისშვილები, ღმერთის ნაწილია თქვენში და ჩვენ ქართველებს ქონდა რწმენა,
ძალიან კარგი, ძალიან ძლიერი და სასწავლო მოქმედი რწმენა, რომელსაც შეიძლება ამინდის მართვაც და ბევრი დაავადების მორჩენაც და საქართველოს და ქართველები უნდა დაუბრუნდეს აუცილებლად აი იმ ძველ რწმენას, სადაც თქვენ ეძახით წარმართებს, იმიტომ რომ ეს წარმართების შეურაცხყვეს, გადააკეთეს, დაამახინჯეს, წაბილწეს, დასცინეს და შემოხტენეს მონობა, ჭირი და უბედურება კიდე. აუცილებელი არის ძველი რწმენის აღდგენა. ჩვენი რწმენა რელიგია არ იყო, ეს იყო მიმდევრობა იყო და ეს იყო ცოდნა იყო. ქრისტე არ ქმნიდა რელიგიებს. და ჩვენი წინაპრებიც არ იყვნენ რელიგიურები. ეს იყო მიმდევრობა, ცოდნა იყო. ეს იყო პატივისცემა სამყაროსა და ბუნებას, ეს იყო პატივისცემა სტიქიების, ძალების, ადგილის დედის, ფუძის ანგელოზის, რაღაცები კიდე შემოგჩა. რაღაცები კიდე ვიცით. და ხალხში ჩადებული აი ეს ძველი რაღაცეები, ხო, ყოველ შემთხვევაში რაც ცოდნა რაც არის. აი იქიდანაც უნდა აღდგეს ეს რაღაცეები, უნდა გაიმართოს უნდა ეს რაღაც სტრუქტურა და აუცილებლად ადამიანები უნდა გავხდეთ ისევ იმ რწმენის პატრონები, რაც ვიყავით. იმ რწმენის გამზიერებლები. იმიტომ რომ ყველაფერი ყირამალა ჩვენ ცხოვრებაში. ყველაფერი პირიქით არის. არსებობს საგვარეულო კარმა, არსებობს საგვარეულო დაცვა, არსებობს საგვარეულო წესები, რომლებიც ჩვენ ვიცით ყველაფერი ყირამალა, არასწორად. შემდეგ ლაივში ვიქნებ სწორად ამ თემებზე საუბარი. კარმის თემაზე, გვარის თემაზე, როგორი უნდა იყოს და როგორ ავართ. და მაგ თემას გავშლით. ასტროლოგიურადაც, ეზოტერულადაც და ზოგადად რა, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. და თქვენთანაც მაგალითებზე ნახავთ როგორ ეფექტური იქნება მე უკვე თუ რამე შევცვლით ჩვენ ცხოვრებაში, ნახავთ როგორ შეიცვლება ჩვენი გარემოება და ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ყოფიერება. ძლიერი ჯიში, ძლიერი ოჯახი, ძლიერი სულიერება, სწორი და ძლიერი სულიერება ქმნის სწორ და ძლიერ სახელმწიფოს. და მჯერა რომ ეს რაღაცა უნდა მოხდეს ესეთი რაღაც რა უნდა იყოს, იმიტომ რომ დიდ უბედურებებს და დიდ ჭირს და დიდ ვარამს რაც დღეს ჩვენ გვაქვს. უნდა მოყვნენ ძლიერი ჭკვიანი ადამიანების რაღაც ნაკადი უნდა შემოვიდეს, რომელსაც საქართველოში უნდა შეცვალონ ჩვენი ბედი, ჩვენი ბორბალი დაატრიალონ ჩვენ სასიკეთო მხარეს და საქართველოში ბორჯღალმა უნდა გაიმარჯვოს. ძალამ, მზემ და მარადიულობამ ჩვენ სულებში და ჩვენ ოჯახებში. გენეტიკაში სწორედ ჩვენ ბორჯღლის სული უნდა ავამუშაოთ და არა ჯვრის, რომელიც სიკვდილისა და მონობის სიმბოლო არის. ასეც აკრეს ის, ვინც გვიყვარდა ჩვენ, ქრისტე. შეგიძლიათ ქრისტეს სურათი ატაროთ გულით. რაზეც ის ტანჯვეს და რაზეც ის აწვალეს, რატო უნდა ატაროთ ის მოხდით ჯვარც მისტარება თვითონ ბევრი უღდელიც კი უშლის ხალხს. მრევლს. ჩვენი სიმბოლო იყო არა ჯვარი, არამედ იყო ბორჯღალი. ბორჯღალს აქვს ძალა. ბორჯღალი იყო ჩვენს დედაბოძზე. ბორჯღალი ეხატა საყდან კედლებზე, ბორჯღალი ეხატა ყარებებზე, ბორჯღალი ეხატა ბუხრებზე და ასე შემდეგ. უნიკალური რაღაცაა და ძალიან დიდი ძალა აქვს განკურნების სხვათა შორის. მაგას თავის ხმარების წესები აქვს. ჯვარი კიდე როგორც ეგეთი შემოიღეს მე-7 საუკუნეში. მე-5-მე-7 საუკუნეში შემოვიდა ჯვარი როგორც ქრისტიანობის სიმბოლოდ. მამამდე ჯვარი არ ქონდა ქრისტიანობის სიმბოლოდ. ქრისტიანობის სიმბოლო იყო საერთოდ თევზი. თევზით. იმიტომ თევზების ეპოქა იყო. და რეალურად ეს იყო ეპოქალური ტენდენციები და ეპოქის შემომყვანი იყო ქრისტე. ახალი წყობის, ახალი სულიერების. მოკლედ თუ გაქვთ იმას რამე კითხვები გიპასუხებ თუ არა და მათგანში არის ბევრი რაღაცა დამალული. მაგაზე კიდე ვატიკანში კი არა, საერთოდ სამღვდელოებებში და ძალიან ბევრი
ცოდნა, ძალიან ბევრი ცოდნა. ძალიან ბევრი რამე იციან მამოებმაც. ეგზორციზმი იციან, ხო? ეგზორციზმი მარტო მამოები არ ატარებენ, ეგზორციზმს ჩვეულებრივი ადამიანებიც ატარებენ, ვინც ეზოთერიკაში ერკვევა და ვინც აზრზეა რაღაცეების. ბევრი წერს, რომ მარტო ქართველებს შეუძლიათ ქართველი მეებს, მართლმადიდებლებს შეუძლიათ ეგზორციზმი, კათოლიკები რამდენი არიან და ეკლესიის გარეთ მყოფი ძალიან ბევრი არიან. ჩვენ ვიყოთ მართლმადიდებლები. შეიძლება. ოღონდ წმენა უნდა იყოს სწორი და ზუსტი. ის რაც ჩვენ გვჭირდება. ის რაც ჩვენ სულიერებამდე და განვითარებამდე მიგვიყვანს. ის რაც ჩვენ ევოლუციის პროცესს დააკნევს ჩვენ სულს და ვასწავლის სიყვარულს. დანარჩენი ძალიან ბევრი ისტორია მოგონილია, ხო? თუნდაც წმინდა გიორგის ისტორია და თუნდაც რაღაც. წმინდა გიორგი იდეაში იყო თეთრი გიორგი იყო, რომელზეც ვერაფერი ვერ უქნეს და თეთრი გიორგის კულტი იყო ძალიან გაძლიერებული და აქედან გამომდინარე დარჩა და მე უკვე ადგეს და მოიგონეს ისტორიები. მოკლედ ესეა. საერთოდ ახამდე მიმიყვანა ამ ფიქრებამდე მიმიყვანა იმან რომ სულ მაინტერესებდა და მამოებს და ჩემს მოძღვარს ვეკითხებოდი ხოლმე რატომ ბრძალავს ეკლესია ასტროლოგიას და ნუმეროლოგიას, რატო ბრძალავს? იმიტომ რომ შვილო სატანისეულია. იმიტომ რომ შვილო ეს ეშმაკისეულია. იმიტომ რომ არ შეიძლება აგაცილს გზას და ასე შემდეგ. და დამაინტერესდა რატო ამაცილს გზას? რატოა სატანისეული? დეტალებში ხო უნდა გარკვეო ადამიანი, ხო? ნიუანსები ხო უნდა აუხსნა. თუ სატანისეული რატო გაქვთ მაშინ ცოტა ცხოვრებაში რატო არის სხვა ეკლესიურ ფრესკებზე? არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ სოფლიოში. იმიტომ რომ ყველა რელიგია ასტროლოგიის საფუძვლებზე აგებული. ასტროლოგიამდე არც ერთი რელიგია არ ყოფილა, ასტროლოგია იყო პირველი, რომელიც შეიქმნა როგორც თავარი ცოდნა მეცნიერების სულიერი და მატერიალური, ისევე როგორც ნუმეროლოგია და ისევე როგორც სხვა მიმდინარეობები. ამიტომ სწორი კითხვები მიგვიყვანს ჭეშმარიტებამდე ყოველთვის. და რა ჩაძახილის ამოძახილი. ეკოს როლში ყოფნა და ჯოში დამითოებს რომ მივხვდეთ არასოდეს. ამიტომ მე დღეს მეც თავს არ შეგაწყენთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მისმენდით. მივესალმები ყველა იმ საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, ვინც იქნება თანამოაზრე ამ თემებში, ვისაც ეს ყველაფერი აინტერესებს. მოაზროვნე საზოგადოებას, რომლებიც ამ ყველაფერს ხვდებიან უკვე. და სხვის შემოგდებულ რელიგიებს, რომლებიცაც საქართველოს და ქართულს არაფერი საერთო არ აქვს. რომელსაც სამწუხაროდ ჩვენი მამა და პაპათა სისხლი შეეწირა და დაიღვარა მათი სულები. ისე როგორც ბევრ ამის სულელურად შეეწირნენ. დღევანდელი ახალგაზრდობაც კი ზოგი ნარკოტიკი კვდება, ზოგი სხვადასხვა სიტუაციებში უწევს საკუთარი თავის განწირვა სულელური მეთაურების ფონზე და სახელმწიფო მმართველების ფონზე. ბევრი ჩვენთაგანიც ბევრი ჩვენი წინაპრები შეეწირნენ ესეთი სულელებსაც შეიძლება. მაგრამ დროა გავიღვიძოთ და დროა რომ ადამიანებმა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, ვისწავლოთ ნამდვილი ქრისტიანობა, ვისწავლოთ ნამდვილი სულიერება რაც არის, რომელიც გაგუზრდებს და გაგანვითარებს და ასევე ვიყვანს იმისკენ რომ ადამიანში
იქნება გააღვიძებს ღმერთს და როდესაც ჩვენ დავიწყებთ ერთმანეთზე ღმერთობას. ადამიანმა ადამიანზე უნდა იღმერთოს. თუ ართ ღვთისშვილები, ესაა ჩვენი საკეთებელი. და ერთმანეთის ზიზღიდა, ერთმანეთის მტრობა, ერთმანეთის შური, ეს სუფთა დემონური გამოვლინება, ნებისმიერი აგრესია, ესეც დემონური გამოვლინება. სწორედ ასე შეიძლება, რომ ადამიანებმა მიაღწიონ ღვთაებრივ განვითარებას. აი როცა ადამიანები დაიწყებენ ერთმანეთზე ღმერთობას, მე დასრულდება ბოროტება. დამთავრდება ყველაფერი შავი. გადავალთ ოქროსფერ, თეთრ და ოქროსფერ სამყაროში, როგორც არის პლერომან, უმაღლესი ღმერთების სამყარო. მადლობა ყურადღებისათვის და გისურვებთ სინათლეს, სიყვარულსა და ბედნიერებას. ნახვამდის.